პირდაპირ ეთერში ჰქონდათ შესაძლებლობა მოგესმინათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის, იქამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან კომენტარს მათ ისაუბრეს აგვისტოს ომის შედეგებზე და იმ გზაზე, რომელსაც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ საქართველო გადის. გარდა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისა ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის და ბუნებრივია დღეს დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოდიან გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები, მშობლები, შვილები და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას და აღნიშნავენ, რომ ეს დღე ისტორიაში უკვე ჩაწერილია და მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მოვიდნენ აქ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიხსენონ ეს დღე და ყველა მათგანს ახსოვდეს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ამ ადამიანებმა, ვისიც ხედრებით სწორედ ამ ადგილას არის დაკრძალული, თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას. 2008 წლის 8 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე ტყვედ ჩავარდა და ოსებმა შემდეგ წამებით მოკლეს. ამის კადრებიც არსებობს და რა ვიცი, დღეს 18 წელი გავიდა 8 აგვისტოა და მოვედით ისევ და ისევ, რომ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ გმირ ბიჭებს. იმ კადრებში ზუსტად ჩანს გიორგის ხასიათი, გაუტეხელი იყო და ზუსტად ისე მოიქცა, როგორი ხასიათიც ჰქონდა. აგვისტოს თვე ჩემთვის ძნელი მოსაგონებელია. ეს საშინელება ჩვენაირი დედებისათვის. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს ჩემი კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი. აგვისტოს ომი ეს იყო გამანადგურებელი მთელი საქართველოსათვის. არ ვიცი კიდე რა სიტყვებით მოვიხსენიო ეს სიტყვები. შვიდობა იყოს შვილო, შვიდობა იყოს ქვეყანაზე, აღარ გამეორდეს მსგავსი რამე ჩვენ ქვეყანაში. ყოველ 8 აგვისტოს თუ 7-6 ვაკითხავთ, მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენთვის არის ეს უმძიმესი დანაკარგი. სულითა და გულით მებრძოლი ადამიანი, რომელმაც არის სურვა ჩვენთან ყოფნა და წავიდა თავის ბიჭებთან და არის აგერ ხედავთ. შესწირა თავის საქართველოს და ამ საქართველოს დაეფასებინოს ამისიობლებიც და ყობაც. ჩემი ერთადერთი საკუთარი ძმა იყო მაგი. 2008-ში მსახურობდა ბათუმის 25 ბრიგადაში. და უყვარდა ქვეყანა და წავიდა ქვეყნის დასაცავად. ძალიან მტკივნეულია, რა თქმა უნდა, 18 წელი კი გავიდა, მაგრამ თითქოს და გუშინ იყო ეს ყველაფერი. თან ამაყი ვარ, ძალიან თან მტკივნეულია, რა თქმა უნდა. მადლობელი ვარ, რომ ყველას პატივს მიაგებს ამდენი ადამიანი, ამოდიან 8 აგვისტოს. ძალიან ამაყი ვარ მთელი ოჯახი. 19 წლის იყო. თვითონაც დედის ერთა იყო, არც ომი ეკუთვნოდა არაფერი და არც ცოლი ყავდა, არც შვილი. ესე იყო და ჩემი დასაწყალი გადაყვა ამის დარჩენა. 2008 წელს მომხდარმა რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა 224 მოქალაქე დაიღუპა. ამ ომში ასევე დაშავებულთა რიცხვმა გადააჭარბა 2000, დაიკარგა 5 ხეობა, 130-ზე მეტი სოფელი, ხოლო 150-ზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება. მადლობა შალვა, პირდაპირ ეთერში ეს იყო შალვა სუმბაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.